თენგო თევზაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს საუბრობდა, ბრიფინგი გამართა და საუბრობდა გუში რუბიოს სახელით წვეულებაზე, რომელზეც საქართველო არ იყო მიწვეული, საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა. თქვენი აზრით, რისი ნიშანია ეს? დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ყაველაშვილი იქ ვახშმებზე სასიარულოდ არ იყო და ცდილობდნენ რაღაც კონკრეტული შეხვედრებით, ქონდა მას სერბეთის და სლოვაკეთის წარმომადგენელთან, ასე ვთქვათ, ეჩვენებინათ, რომ მას აქვს გარკვეული კომუნიკაცია აი ამ ასამბლეის ფარგლებში. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა განცხადებაც პაპუაშვილმა გააკეთა, ეს არის ერთადერთი რაღაც ხაზგასმა თუ როგორ უყურებენ საკუთარ ამომრჩევლებს და ქართულ ხალხს, რომ თითქოს იქ ვინმე რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საჭმელად იყო მისულ. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ეს შეხვედრა იყო ძალიან, ასე ვთქვათ, პრივატული, რუბიომ მეგობარი სახელმწიფოებით და მოკავშირეების, ანუ ატლანტიკური სახელმწიფოთა ყველა წევრი ტრანსატლანტიკური ვახშამი და მეგობარი, არა, ატლანტიკური ვახშამი და მეგობარი სახელმწიფოები, იმიტომ რომ აზერბაიჯანი, სომხეთი, ასე შემდეგ იქ იყვნენ და სხვაებიც წარმოდგენილი და ეს ვახშამი არის ამერიკის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამი, სადაც განიხილდეს პერსპექტივა უსაფრთხოების და მშვიდობის. ანუ წარმოიდგინეთ, რაზეც ეს კრიმინალები და ეს მატყუარა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საუბრობს, ამის განხილვა იქ ხდებოდა და დღეს ეს ცალსახად და უკვე მკაფიოდ ამას საუბარიც აღარ ჭირდება და განხილვა ჩემი აზრით და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლებასთან ერთად ის ხელისუფლება, რომელსაც მას ის ახლა დაელაპარაკება და საერთოდ არც აქცევენ ყურადღებას, ხო? ნახეთ, ყაველაშვილმა კომუნიკაცია ქონდა სავაჭრო მდივანთან, ეს იყო ის ვახშამზე იყო ტრამპის სახელითო, ამბობს ელჩი საქართველოს შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის, ასე ვთქვათ, ფოტოზე და ვიდეოზე, როდესაც იყო შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობდნენ, რომ ეს რაღაც დახურული წვეულება იყო. ზოგადად ყოველ წელს პრეზიდენტი ავრცელებს ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვა ამ ვახშმის ფოტოებს, ამჯერად ეს ყაველაშვილისთან კავშირში არ აქვს, არ არის, მაგრამ ასეთი ფოტოები არ იყო მის გვერდზე, სხვათა შორის ატვირთული. თქვენ რითი ახსნით ამას კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, რატომ? თუ დემოკრატიის პრობლემაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ დემოკრატიული უკუსვლა არის მთავარი ფორმულირება საქართველოსთან მიმართებაში, ამ მხრივ, აზერბაიჯანი და ალბათ იქ მყოფი სხვა სახელმწიფოებიც მაყურებელი იფიქრებს, რომ აი ალიევი თუ არ არის, რატომ არ არის მაგალითად ყაველაშვილი ან ბოჭორიშვილი. ამ ფორმით შეკითხვისთვის მადლობა, იმიტომ რომ ზუსტად ასე ვაპირებდი საუბარს, იმიტომ რომ იქ დემოკრატიული სახელმწიფოები ყველა, ანუ დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მქონე სახელმწიფოები კი არ იყვნენ, შეგიძლიათ ნახოთ სია ჩამონათვალის. იქ იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მდივნები და ასევე ის სახელმწიფოები, რომელსაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აღიარებს სახალხო ხელისუფლებად, ანუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებად და ხალხს მხრიდან რომ მას აქვს 20 წელი იხარო პრეზიდენტიო 22-ო, ესე იგი შენ ძლიერი და ჭკვიანი ხარო. ესეც სხვათა შორის სადავო ფორმულირებაა, დიდხანს ხელისუფლებაში ყოფნა ჭკუის და ძლიერების პირდაპირ პროპორციული რამდენად არის და ტრამპის მხრიდან, რომელმაც ერთი არჩევნები წააგო, დათმო ხელისუფლება და შემდეგ დაბრუნდა ისევ ახალი არჩევნებით. ეს ნიშნავს დემოკრატიზაციის პრინციპის დაცვას. დათმო ხელისუფლება მიუხედავად რომ მას ჰქონდა პრეტენზიები თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, დათმო ხელისუფლება წავიდა, შემდეგ დაბრუნდა გამარჯვებით. აქ და მისი იმის ხაზგასმა. ასე დროს რა სხვა არჩევანი არ ვიცი, მით უმეტესოც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ლაპარაკობთ, მაგრამ არანაირი არჩევანი არ არის, პირველი ამერიკის შეერთებული. კი ბატონო, მაყურებელს ვეტყვი, რომ გაეროში ახლა გამოსვლები მიდის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის დროს ჩვენ მოგასმენინებთ მის გამოსვლას. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი წინადადებით დავამატოთ ის, რომ აქ არის საუბარი სანდოობაზე და ლეგიტიმაციაზე. დღეს ქართული ოცნება არის რუსეთის, ირანის და ჩინეთის ბლოკში. ეს არის ცხადი. ანუ ამაზე მეტი მკაფიო
უკაფიოობა ქართულ პოლიტიკაში პრორუსულობის ნაწილში არც ერთ ხელისუფლებას ვიღაცებთან დაკავშირებით ხო ქონდა ეჭვები, შეკითხვები. ჩინეთთან კომუნიკაცია ეს არის ახლა თქვენ ფიქრობთ რომ ჩინეთთან კომუნიკაცია ეს პრობლემაა და თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში თქვენ არ ეცდებოდით ისეთი ტიპის გიგანტთან რომელიც შეიძლება გეოპოლიტიკური გადაწყობაც მიდის ახლა სწორედ ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით ჩინეთთან კომუნიკაცია მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი შვადერეფანი საქართველოს თვის არის უმნიშვნელოვანესი. მაგრამ დემონიზებას ახდენ ჩინეთთან ურთიერთობებს, რომელსაც შეერთებული შტატები ცდილობს, ევროკავშირიც. უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ თქვენ ვერ აქმის დონეზე ვერ გაიგეთ, დაწვრილონ ქალაქები. მე გავიგე, მაგრამ გაზუსტებია მოქალაქეები. უფრო მეტად ვერ გაიგებდნენ და ამიტომ დასაზუსტებელია. ვისი თქმა მინდა? ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი ქვეყნისთვის შუა დერეფანის აწყობა არის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ქვეყანას დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და საფუძველს, რაზეც საერთოდ ეს ქვეყანა დაფუძნებული იყო ოდითგან. მაგრამ ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოში ეს არის საშიში ამ ქვეყნის მომავალში დემოკრატიზაცია. ხედავთ ამ გავლენას. როგორ არ ხედავთ ამ გავლენას? ხედავთ გავლენას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ეს იქნება მთლიანად ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ქართული ოცნება მათ აკრიტიკებს, ლანძღავს, ტრებად და მშვიდობის ჩინური პოლიტიკის გავლენაა. რა თქმა უნდა, თქვენ თუ დააკვირდებით სოფლიო პროპაგანდას, ნახავთ და სოფლიოში იყო აქამდე. ბატონო? რუსულიც არის, მაგრამ ეხლა კარგად ვიცით რა გადაწყვეტილებები აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და ევროკავშირს და ევროპას. მათი პირველი ამოცანა არის, რომ არ მოხდეს რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის რაც ამ ბლოკშია. ჩვენ ნახეთ ეს კავშირი, ეს თქვა ეს კავშირი არ იყო, შეხვედრა იყო, აღლუმი იყო. ცდელობა არის ამ ბლოკს, რომ შექმნან ერთიანი სისტემა დემოკრატიზაციის, ცივილიზაცია არც ამ ქვეყნებს აკლია, მაგრამ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებზე საუბრობ. შექმნან ცივილიზაციის რაღაც ახალი ეტაპია, ერაა ჩინეთში. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარება, ვაჭრობის თანამედროვე გაგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სოციალური ქსელები და ბევრი სხვა, მაგრამ ამ ბლოკის შექმნას ეწინააღმდეგება ევროპაც, ამერიკის შეერთებული და ასე შტატები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცივილიზაციური თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს ხელისუფლების ხმას შეუძლია ამ ბლოკის შექმნის ან არ შექმნის პროცესში რაიმე მაგრამ საქართველოს როლი არის საქართველოს არა ჩვენ შესაძლებლობაზე და ფუნქციაზე რა თქმა უნდა დიდი წარმოდგენა მაქვს საქართველოს შეიძლება იყოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო რეგიონში და სამხრეთ კავკასია იყოს ერთ-ერთი მდიდარი რეგიონი მსოფლიოში რატომ ვამბობ როგორც არის სკანდინავიის სახელმწიფოები როგორც არის ბალტიის სახელმწიფოები ასეთი რეგიონის შექმნა შეგვიძლია თუ ჩვენ გვექნება გამართული საბაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და შუა აზიის სახელმწიფოებთან და ჩვენი პარტნიორობა და უსაფრთხოება დაცული იქნება ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და ჩვენი ქვეყანა თითოეული საქართველოს მოქალაქე იქნება მდიდარი მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა უნდა იცით ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს კრიმინალების ნარკოკარტელის კორუფციონირების ქვეყანა, იმიტომ რომ ის უყურებს ამ სახელმწიფოს არა როგორც საკუთარ სახელმწიფოს, ან საკუთარ სამშობლოს, რომელიც სადაც დაიბადა და მას უნდა უკავშირებდეს მომავალს, არა მხოლოდ საკუთარ სამრაბენ შვილების, შვილიშვილების და ასე შემდეგ. არა, მას უყურებს როგორც კორპორაციას და ამ კორპორაციას უკავშირებს საკუთარი ოჯახის მომავალს. ესე ვერ მოხდება, იმიტომ რომ გეოპოლიტიკა მინდა რომ მოვასწროთ შიდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, ეს არის 4-ის ანონსით დავიწყეთ ჩვენ, ვუსმენდით ერთად, ახალგაზრდები ამბობენ რომ 4-ში შევიკრიბოთ. 4 ოქტომბერი იცით რაღაც მრავალმხრივი თარიღია, თქვენთვის არის პროტესტის ერთი დღე, რევოლუციის ერთი დღე თუ არჩევნების ერთი დღე? ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის პროტესტის მნიშვნელოვანი დღე და მათ შორის ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, საზოგადოების აქტიური ნაწილი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი დღეც და ჩვენ ამ გადამწყვეტ დღეს ვიქნებით იქ თუ ეს იქნება გადამწყვეტი დღე, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ვიქნებით იქ და მანამდე სანამ ქართული ოცნება არ ჩამოიშლება. ეს იქნება 4-ში, ჩვენ მივიღებთ თქვენთვისაც ეს გადამწყვეტი დღეა თუ თქვენთვის ერთი ჩვეულებრივი პროტესტის დღე? მე არ ვიცი რა არის ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი პროტესტი. მე მგონია რომ პროტესტი უნდა იყოს. პროტესტი შეიძლება
მე არ ვფიქრობ, რომ 301, 302 და 303 დღე ეს არის ჩვეულებრივი, ეს არის ნიშნულ ვიცი რაც მკითხე და ვეცდები გაგცეთ პასუხი, მაგრამ ხვდებით რომ ახლა 4 სხვაგვარი ეს პრომოუშენი აქვს და ჩვენ არ ვართ ძალიან მარტივად. პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის გირჩთან და დროასთან ერთად. ანუ მთელი ჩვენი კოალიცია ვიქნებით ყველაზე მეტნი და ბევრნი ამ აქციას. ამაზე მეტი პასუხი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით არ მოლოდინი რომ ეს დასაწყისის და დასასრულის რაღაც დღეში მე მოლოდინი ქართული ოცნების დასასრულის მოლოდინი და დასასრული ჩემი აზრით რეალური დასასრული და მათი რეალური კრიზისი დაიწყო 28 ნოემბრიდან და კრიზისის ნიშები გაყალბებული არჩევნებიდან ეს პროცესი ბოლო 1 წელია ჩვენ არ ვებრძვით აი მოყავთ სერბეთის მაგალითი, სლოვაკეთის მაგალითი, არა, მეგობრებო, იქ ეს ქვეყნები ერთი მხრივ არის ბალკანური სახელმწიფო, რომელსაც ირგვლივ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ყავს და მეორე მხრივ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. ჩვენი მეზობელი არის რუსეთის სახელმწიფო და რომელიც საქართველოს საშინაო საკითხებს განიხილავს როგორც მის საშინაო საკითხებს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით. ამიტომ სხვა რეალობაში ვართ და სხვა წინააღმდეგობაში ვართ. 4-ში ვიქნებით ძალიან ბევრი ახალის დროაც და გირჩის ვინმე თუ ერგებულობს კოალიცია ცვლილებისთვის რას ნიშნავს 3-ვე პარტია 4 ნომერი იქნება ადგილზე ვინაიდან 4 ნომერი ფიქრობს რომ ბრძოლა გაგრძელდება ჩვენს გამარჯვებამდე სანამ ივანიშვილის რეჟიმი ბოლომდე არ ჩამოიჭრა. კი ბატონო, თენგო, აუცილებლად მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ წინასაარჩევნო კოალიციასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო, ამის შესახებ თქვენი ლიდერებიც საუბრობდნენ ნიკა გილაურზე. ბოლო პერიოდში რაღაც მის სახელთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ინფორმაცია, გუშინ მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომ გილაურის კლანიო ხელს აფათურებდა ოპოზიციაში, ბევრ პოლიტიკოს ფულს უხდის, რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბერს და ოპოზიციური არხების დახურვაზეც აქტიურად მუშაობდა და ასე შემდეგ. თქვენ ეს თქვათ ამ განცხადებაში სადმე ფიქრობთ, რომ 4 ნომერი იყო მოაზრებული ან როცა გილაურე, ანუ ეხლა რა ურთიერთობა გაქვთ გილაურთან? ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა გვეხმარებოდა ნიკა გილაური და არა ირაკლი გილაური ფინანსურათაც მათ შორის სხვა მნიშვნელოვან დონორებთან ერთად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო და ეს დეკლარირებულია ეს რა თქმა უნდა ყველა ჩვენი შემოწირულობა და ასე შემდეგ ხარდაჭერა დეკლარირებულია და ამას წყალი არ გაუვა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის რომელსაც შევასრულეთ კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა. ხარს უჭერდა იმ წინასაარჩევნო პერიოდში როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დონორი და მნიშვნელოვანი დონორები ყავდა და ჩვენ ვიცით როგორ ხდება არჩევნებზე მხარდაჭერა იმ ადამიანების ვინც პარტიებზე უნდა მხარდაჭერა. გილაური იყო ფინანსური დონორი 4 ნომრის. კი ბატონო. ეხლა აი ნახეთ სააკაშვილს რას უპასუხებდით მაშინ. რაც შეეხება მე არ ვიცი სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ეხმარებოდა სხვადასხვა დროს ამაზე ნიკა გილაურს უნდა კითხოთ. ნიკა გილაური არის თუ არა ამ კონკრეტულად ნიკა გილაური არის თუ არა ამის ასე ვთქვათ ადრესატი მიხეილ სააკაშვილს უნდა კითხოთ ასევე გილაურების კლანიო და მე ასე აღვიძია რა არ ვიცი მიხეილ სააკაშვილს უნდა კითხოთ ნიკას და ირაკლის არ ვიცი მე ირაკლის არ ვიცნობ პირადად ნიკას მხოლოდ ერთხელ ვარ შენახვედრი მცირე დროით ამიტომ ვერ გეტყვით რას გულისხმობთ მაგრამ მე ვიცი დეკემბერში მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარზე საუბრობს მასზე არ ვიცი გახსოვთ თუ არა დეკემბერში გაქვთ კომუნიკაცია არა ახლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი კომუნიკაცია არჩევნების შემდეგ გამორიცხავთ რომ ეს ფინანსური დონორი გილაური რაიმე კომუნიკაციაში ყოფილიყო მაშინ ოცნებასთან ამაზე ნიკა გილაურმა თვითონ უნდა გიპასუხოთ ის ნაწილი დახმარების რაც მან შეიძლება გაგვიწია ჩვენ მოხმარდა ბიძინა ივანიშვილის დასუსტებას და 4-ვე ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია და ეს ნიშნავს იმას თუ ვინ არის თავარი მოწინააღმდეგე ქართული ოცნების და როგორც ცდილობს ქართული ოცნება რომ შეამციროს მისი დასასრულის კი ბატონო რეკლამა გვაქვს ახლაო იმიტომ რომ ყაველაშვილის გამოსვლაც დაიწყება საინტერესო კი ბატონო კარგი მადლობა თენგო ბოდიში საინტერესო ამბავზე გავწყვიტეთ მაგრამ გავაგრძელებთ ოდესმე სარეკლამო პაუზის შემდეგ ბრუნდებით